მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა, წარმატებული და ნაყოფიერი. კვირის დასაწყისი მინდა გისურვოთ. დღეს ჩვენ გავივლით, რა თქმა უნდა, კვირის პროგნოზს, რაც არის ფინანსები, ჯანმრთელობა, პირადი ურთიერთობები, ზოგადი ენერგია, რა იქნება ერთი კვირის განმავლობაში აქტუალური ჩვენთვის და გაფრთხილება სამყაროსგან, გაფრთხილება მოფრთხილება რას საჭიროებს ჩვენი მხრიდან ამ ერთი კვირის განმავლობაში და სანამ კვირის არკანის ენერგიას გაგაცნობდით, გეტყვით რომ შეგიძლიათ ასევე გამოიწვიოთ YouTube არხი ლეჟავა ნინო, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო საჯარო გაშლებს ნახავთ. მე ლინკებს აქაც ვიზიარებ დრო და დრო, მაგრამ ხანდახან არის ისე რომ გარკვეული დადებული პროგნოზები გაზიარება აქ ხანდახან ფიზიკურად შეიძლება დამავიწყდეს ან რაღაცნაირად გამორჩეს, ამიტომ იქით დადებული ახალი საჯარო გაშლები რომ არ გამოგრჩეთ თქვენ, შეგიძლიათ გამოიწეროთ YouTube არხი. მე ძალიან მესიამოვნა რომ ჩემს პოდკასტს იმასთან დაკავშირებით თუ ჩემთვის როგორც გვერდის ავტორისთვის, გვერდის სულის ჩამდგმელისთვის და ადამიანისთვის, რომელიც უკვე დაახლოებით 10 წელია, 10 არა უკვე 10 წელია თქვენს რეალობაში ტრიალებს, როგორც ერთ-ერთი თქვენთვის საყვარელი ტაროს პროგნოზების მომტანი და მომცემი თქვენთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიული ხარე მხოლოდ ტაროს კითხვას არ მოიცავს და ჩემს ასე ვთქვათ ცოდნას როგორც პრაქტიკაში, ასევე თეორიულ ნაწილში მაქსიმალურად ვაზიარებ დახურულ ჯგუფში მზის კარი, რომელიც ასევე 1000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, ვისაც ვთქვათ უკვე მეტი გინდათ ვთქვათ გაიგოთ, შეიცნოთ, შეიმეცნოთ და ვთქვათ ეძებთ მაგიური საფუძვლების და ენერგიების მართვის ხელოვნების სივრცე, სადაც ჩვენ ამას ძალიან ინტენსიურად ვსწავლობთ და რას ნიშნავს ენერგიების მართვის ხელოვნება, ეს არის რეალობის შეცვლა. სამყაროში ყველაფერი ენერგიებია, ჩვენ ამას თეორიულ ნაწილშიც გავდივართ, თეორიულ ნაწილში განვიხილავთ მაგიურ ანბანს, მოდი ასე ვთქვათ და ზუსტად იქ შემდგომ უკვე ვსწავლობთ პრაქტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტებით თუ როგორ შევცვალოთ ჩვენთვის რეალობა ისე, რომ მან სასურველი ფორმა მიიღოს. ხოლო ეს გვერდი, ნინო ლეჟავა, მზის ადამიანი, მხოლოდ ეკუთვნის ტაროლოგიურ პროგნოზებს და სხვადასხვა პერიოდულ პოდკასტებსა, შემეცნებით პოდკასტებსა და სხვადასხვა ტიპის პოსტებს, რომლებიც თქვენ კომენტარების მიხედვით მოგწონთ, გაინტერესებთ და მე შესაბამისად ამას ვაკეთებ თქვენთვის. ასევე welcome, ვისაც გინდათ ჯგუფში შეგიძლიათ მოგზანდეთ. ახლა რა ჯგუფი ფასიანია, იცით ეს, თუ არ იცოდით ახლა მოისმენთ ამ ინფორმაციას. და რა თქმა უნდა, ჯგუფში შემოსვლას აქვს თავისი პირობები და ვისაც გაწევრიანების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში იხილოთ დახურული ჯგუფის ლინკი და გასცეთ კითხვას პასუხი და უკვე ჯგუფის ადმინისტრატორი გამოვა თქვენთან კონტაქტზე, გაგესაუბრებათ და მხოლოდ შემდგომ მოხდება ორმხრივი სურვილის და შეთანხმების, ასე ვთქვათ, ფონზე უკვე თქვენი ჯგუფში გაწევრიანება და იმ ერთ დიდ ოჯახში შემოგზანება, რომელსაც მზის კარი ქვია. ახლა კი რაც შეეხება ჩემს ბოლო პოდკასტს, იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ჩემთვის როგორც ჯგუფის ავტორისთვის უპატივცემულობა, რა არ მომწონს, ოდესაც ჩემი და მსმენელის ურთიერთობის კონტურს ცდება. მე ამაზე ვისაუბრე წინა პოდკასტში და მე მადლიერი ვარ იმის, რომ საზოგადოების, ამ შემთხვევაში იმ საზოგადოების, რომელიც უსმენს ჩემს გვერდს, ჩემს არხს, ძალიან ადეკვატურად, ძალიან გასაგებად გაიგო ის თუ რისი თქმა მინდოდა მე მათთვის.
და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო და უფრო მეტად დაალაგდება. რაც შეეხება მადლიერებას, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩემთვის მადლიერების უმაღლესი ფორმა თუ დალოცვის ფორმა გინდათ რომ ისცეთ ამ ყველაფერს, ეს არის დაგლოცოს, რა ვიცი, დედაბუნებამ, სამყარომ, ნებისმიერმა იმ ენერგიამ, რომელიც კავშირშია იმ დიდი დედის და დედაბუნების და მიწის ენერგიასთან, დედამიწის ენერგიებთან და ვიბრაციებთან, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჩემს სოფმხედველობასთან, ჩემს იდეოლოგიასთან და მადლობა თუ ამას გაითვალისწინებთ, ეს ვისაც ყველაზე მეტად სურს, რომ რაღაც დალოცვის ფორმა მისცეს მაინც ჩემს მიმართ მადლიერების გამოხატვას. ეს არის ყველაფერი, რისი თქმას თქვენთვის მინდოდა, ცოტა გრძელი შესავალი გამომივიდა. მაგრამ ეს უნდა გამეშღერებინა აუცილებლად. ახლა კი ვნახოთ ერთი კვირის პოტენციალი. ვნახოთ მთავარი არკანი გვიპასუხებს ახლა ჩვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში რომელ ენერგიებში იქნება, ხო, ჩემს მსმენელს ეხება, რა თქმა უნდა. ეს პროგნოზი, ვისაც ჩემი არხი აქვს და გვერდი აქვს გამოწერილი. თქვენთვის არის ეს პროგნოზი ერთი კვირის განმავლობაში როგორი ენერგია იქნება ზოგადად, მთავარი წამყვანი ენერგია. ახლა შევაფასოთ, როგორ იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში ფინანსები როგორი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობები, როგორი იქნება ჯანმრთელობის პოტენციალი ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორი იქნება ჯანმრთელობა, ვნახოთ კეთილი და ვნახოთ, რა თქმა უნდა, გაფრთხილება თუ რას გვაფრთხილებს სამყარო ამ ერთი კვირის განმავლობაში და რას უნდა გავუფრთხილდეთ, მოუფრთხილდეთ და ყველაფერი, რაც ამ კითხვაში შედის, ესეც ჩვენი გაფრთხილება. კეთილი, მოდით დავიწყოთ მთავარი ენერგიით. ამ ერთი კვირის განმავლობაში მთავარი ენერგია ეს იქნება სამიანების კვერთხები. კეთილი, მშვენიერი და საოცარი. ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც გზების გახსნას ვეძახით, თქვენთვის ეს გზები აუცილებლად გაიხსნება, რომელიც თქვენს წილ სტაბილურობამდე და თქვენს წილ გამარჯვებამდე აუცილებლად მიგიყვანთ. და მე უფრო მეცაც გეტყვით, ნახეთ, ირემი როგორც ძალიან მაგიური არსება, ძალიან მაგიური ცხოველი, ანუ ამ შემთხვევაში შველი ჩანს, ლამაზი, რომელიც აჩვენებს გზას, ირგვლივ რუნები, გზას აჩვენებს მოგზაურს, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი გზა აუცილებლად იქნება სწორად, გადაწყვეტილება იქნება მიღებული სწორად, გზა იქნება აუცილებლად განათებული ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნებისმიერი თქვენი არჩეული მიმართულება, აქტივობა, გადაწყვეტილება თქვენთვის იქნება სამყაროსგან დალოცვილი, როგორც იტყვიან და იქნება აუცილებლად წარმატების მომტანი, ასე რომ ეს ერთი კვირა იქნება საკმაოდ ენერგიული, მე შემიძლია გითხრათ ეს მიიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენთვის სასიკეთო იქნება ნამდვილად. ერთი არკანით ვნახოთ, რას ეხება ეს ყველაფერი, აბსოლუტურად ახალი გზები, ახალი შეხედულებები, ახალი არჩევანი, რომელსაც გააკეთებთ და ნამდვილად უსაზღვროდ დიდ და კარგ ცვლილებებს მოიტანს თქვენთვის, ხო? ეს არის მოძრაობის არკანი. ეს არის მოგზაური ადამიანის არკანი, როგორც პირდაპირ ასევე გადათანით მნიშვნელობით, რომელიც მოგზაურობს და ამ მოგზაურობაში იღებს ყველანაირ გამოცდილებას და ამ შემთხვევაში თქვენი ზიარებით ნამდვილად ძალიან კარგ გამოცდილებას, კარგი არკანი არის ასევე კარიერული და ფინანსური წარმატებული აქცენტებისათვის და თქვენი გზა ნამდვილად სავსე იქნება ბედნიერი, ენერგიული და შემეცნებითი მომენტებით, ხო? როგორც პატარა ბავშვი, აი, როდესაც ექსკურსიაზე მიდის, ხო? პატარა ბავშვი რატო? ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მისთვის, თქვა, საოცნებო ქვეყანაში ჩადის, ან მისთვის უცხო ქვეყანაში ჩადის და რომ უნდა რომ ყველაფერი ნახოს და ათვალიეროს, იგემოს, აი ზუსტად ამ ენერგიებში იქნებით ამ ერთი კვირის მანძილზე, სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს ახალი დაწყებული საქმე, შეცვლილი სამსახური, ახალი სამსახური, ცხოვრების ახალი ეტაპი, ახალი სტილი,
გადაფასება და არჩევანის გაკეთება იმისა თუ რა არის ჩემთვის ცუდი და რა არის ჩემთვის კარგი, ხო? მოკლედ ეს ყველაფერი რაღაც ახალ გზაზე გავყენებთ, რაც ფრიად სასიამოვნოა ნამდვილად. ახლა ვნახოთ რა გელოდებათ ფინანსებში ამ ერთი კვირის განმავლობაში. ცხრიანების კვერთხები. ცხრიანების კვერთხები ძალიან კარგი არკანი არის ფინანსურად, უდაოდ, შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება თქვათ სამუშაო იყოს უფრო მეტად ინტენსიური ვიდრე აქამდე იყო, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ხო? თქვენ არ მოგცემთ მოდუნების საშუალებას, კი პერიოდულად იქნება დაღლილობა, პერიოდულად შეიძლება იყოს ესეთი წუწუნის მომენტი, რომ აი დავიღალე და მინდა რომ რაღაცნაირად დავისვენო, გადავერთო, მაგრამ ნახეთ თქვენ ზოგადად მაჩვენებს, რომ ისეთი ადამიანი ხართ, რომელსაც შეიძლება კი ეწუწუნებოდეს დასვენება მინდაო, მაგრამ მეორე წუთას ისევ სამსახური გეძახდეთ და თქვენი ვთქვათ პროცესები თავს არ განებებდნენ და არც თქვენ არ ანებებდეთ თავს. ამიტომ ფინანსებთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ კარგი ფინანსური ერთი კვირა არის, უბრალოდ ფონი შეიძლება მთლიანობაში იყოს გადაღლილი, იყოს რაღაც მხრივ საჭირო, რომ საკუთარ სხეულსაც მიაქციოთ, სულიერ მდგომარეობასაც მიაქციოთ ყურადღება, საკუთარ ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ენერგია ბევრია აშკარად და შესაბამისად ეს ენერგიებიც სწორად უნდა იყოს განაწილებული, ხო? კიდევ რა შემიძლია გითხრათ ამ ერთი კვირის მანძილზე ფინანსებთან დაკავშირებით, ხო? ნამდვილად გაქვთ იმის ძალა და ენერგია, რომ გარკვეული სირთულეები გადალახოთ ფინანსური, მათ შორის გადალახოთ გარკვეული ესეთი ხარვეზები და ვთქვათ ესეთი საქმე, რაზეც ფიქრობდით, რომ გიჭირდათ ამის გადალახვა რთულია, ან შეიძლება საერთოდ ფიქრობდით, რომ შეუძლებელია თქვენ ამ ყველაფერს გადალახავთ. თქვენ ამ ყველაფერს შეძლებთ ნამდვილად, ხო? უფრო მეტიც შეიძლება თქვენს ირგვლივ ადამიანები გაოცოთ კიდევაც თქვენი აი ამ ტემპერამენტით და თქვენი ამ ძალით და ენერგიით და შემართებით. კი, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისახება გარკვეულწილად ჩვენს გადაღლილობაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ მთლიანობაში პრობლემები იქნება გადალახული, ვისაც ვთქვათ პრობლემები გაქვთ, თქვენს ადგილს აუცილებლად დაიჭერთ, თქვენს პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებთ და ნამდვილად იქნებით იმ ფინანსური მოწოდების სიმაღლეზე, რომელიც თქვენ გინდოდათ რომ მიგეღოთ. უბრალოდ არის კი ბატონო გადასალახი რაღაც პატარ-პატარა სირთულეები, მაგრამ თქვენ ამ სირთულეებს აუცილებლად გადალახავთ. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ დაგავიწყდეთ დასვენება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. თუ კი რაღაცა ფინანსურ დანაკარგზე ნერვიულობთ, რომ აი რაღაცა ფინანსები დაიკარგება, ისე არ იქნება როგორც მე მინდა, ხო, არის რაღაცა შიშები, იცოდეთ რომ ეს შიშები გაქარწყლდება, იმიტომ რომ თქვენ ძალაც ყოფნით, ენერგიაც ყოფნით, ყველაფერი ყოფნით იმისთვის, რომ თქვენი პოზიციები, ესე იგი მაქსიმალურად მყარად დააფიქსიროთ ფინანსებთან დაკავშირებით. მათ შორის ნახეთ მეგობრებო, შეიძლება იყოს როგორი მომენტი, იცით, გაცრავად, ცხრიანების კვერთხებთან დაკავშირებით, რომ გაჩნდეს გარკვეულწილად შიშის ფაქტორი. შიშის ფაქტორი იმასთან დაკავშირებით, რომ აი კი ფინანსები მაქვს, მაგრამ აი რაღაც ბევრი ხარჯები მაქვს, მეშინია, შეიძლება წამოვიდეს ესეთი შიშები და ფიქრები. და ამ ყველაფერმა შეიძლება სხვათა შორის აი ამ შიშებმა არ მოგცეთ იმის საშუალება, რომ რაღაცა ძალიან კარგში და ძალიან აი კარგი პოტენციალი რომ აქვს, ხო, სიტყვაზე ეს იქნება წინადადება თუ ნებისმიერი რამ, ახალი გზა, ახალი ენერგია არ შეაბიჯოთ. თან ნახეთ სამიანების კვერთხები ზოგადი ენერგია, ეს კი ნიშნავს იმას, რომ
გზები გახსნილია, ძალიან კარგი პერიოდია პირიქით იმისთვის, რომ იმოძრაოთ, რაღაც ახლიდან დაიწყოთ, ახლებურად დაიწყოთ, მაგრამ თუ კი გექნებათ ეს უნდობლობის მომენტი და შიშის მომენტი, ამან შეიძლება უბრალოდ ეს ყველაფერი რაღაცნაირად შეაფერხოს, ხო? სხვა მეტი არაფერი. გასაგებია, რომ რაღაც მომენტში შიშები ყოველთვის ჩდება, მაგრამ ეცადეთ, რომ ამ შიშებს არ ააღებინოთ თქვენს თავზე ის ძალა და ის ენერგია, რომელიც შემდგომ ერთგვარი ბლოკი იქნება თქვენთვის. ახლა ვნახოთ პარტნიორულ ურთიერთობებში რა გელოდებათ? პარტნიორულ ურთიერთობებში გელოდებათ სამართლიანობის არკანი. უკაცრავად სამშობლოს არკანი. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ნახეთ, როგორი დელფინია და ესეთ წინ რადგანაც მინდა დავინახო როგორც ესეთი ზღვის არსებები და დელფინს ამოყვა ახალგაზრდა ყმაწვილი. მოკლედ, რა შემიძლია გითხრათ? და აშკარად ეს ყმაწვილი რაღაც ახალ ნაპირებს ეცნობა და იქაც ელოდებიან და მოკლედ, რა შემიძლია გითხრათ, ხომ? ცვლილებების პერიოდია პარტნიორულ ურთიერთობებში და ეს ცვლილებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის, ხომ? ნებისმიერი ფორმის, მაგრამ ცვლილებებს გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხო? თუ კი ვთქვათ, ურთიერთობები უკვე დასრულების პირას არის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ შეიკრა ის კარმული სცენარი, კარმული სიუჟეტი, სადაც უკვე დროა, რომ ადამიანებმა დაასრულონ ის, რაც უკვე მათ არც ბედნიერებას და არც სიამოვნებას არ ანიჭებთ. ხო, ან პირიქით, თუ კი ადამიანები ცდილობენ, რომ უფრო მეტად გააღრმავონ, უფრო მეტად გაამდიდრონ ურთიერთობები, შესაბამისად, ესეც ძალიან ესეთი ორმხრივი პროცესი იქნება და ნამდვილად ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს. შესაძლოა ის იყოს დაგვირგვინება პარტნიორული ურთიერთობების ნებისმიერი ფორმით, ანუ ახალ ეტაპზე გადაყვანა, რაც არის ვთქვათ, ხელის თხოვნა, ნებისმიერი ვთქვათ, ახალ წყვილმა გადაწყვიტოს ერთად გადავიდეს საცხოვრებლად, ხო? ეს შეიძლება იყოს ახალი ნაცნობობა, რომელიც რაღაცა ძალიან დიდ საინტერესო გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. ნახეთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ან მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, აქამდე არ გინდოდათ თქვათ პარტნიორი და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ გინდათ და ღია ხართ ამ ყველაფრისთვის. ნახეთ, ეს არის საჯარო კვირის პროგნოზი და ცოტა რთული იქნება. იმაზე საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს ეს კონკრეტული ადამიანის ვარიანტებს ვიძახი, მაგრამ მთლიანობაში გეტყვით, რომ ცვლილებები უდაოდ ნამდვილად სასიკეთო იქნება და ეს ცვლილებები ორივე მხარისთვის, თუ ეს ორ მხარეს ეხება, თუ მარტო თქვენ გეხებათ, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება აუცილებლად საჭირო და მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უნდა გაიაროთ და თქვენ ცხოვრებაში ნამდვილად მოიტანს ეს დადებითი ცვლილებებს. ახლა ვნახოთ ჯანმრთელობა. ჯანმრთელობის ნაწილში რა გითხრათ, ხა ჩამოწერებასება ორიანების ხმლები. ეს რომ მეტად ფსიქოსომატიური ამბავია, ხო? ეს არის ეჭვების არკანი, ხო? ეს არის შორის უმოძრაობის არკანი, ამიტომ პირდაპირ გეტყვით, კარგი იქნება თუ კი ჯანმრთელობას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ, საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ. შორის შეიძლება ასევე იყოს ძალიან ბევრი ენერგიის და ინფორმაციის ჩატვირთვის პრობლემა, ხო, თქვენს ცნობიერში. რას ნიშნავს ეს? როდესაც ადამიანი ძალიან ბევრი ინფორმაციას, ზოგადად ინფორმაციულ ნაწილშიც, აი, როგორ იყავით, იცით, ძალიან გაფილტრეთ, ესე იგი, რას ისმენთ, ვინ რა ინფორმაციას გააწვდით, ხო? აი, ხანდახან ისეთ რაღაცებს ვისმენთ ხოლმე, ადამიანები ავსკროლავთ ესე იგი სოციალურ ქსელებს, ხო? ავსკროლავთ ნებისმიერ საინფორმაციო პორტალს და ხანდახან ისეთ რაღაცებს მოვისმენთ ხოლმე, რაც თრგუნავს შემდგომ ჩვენს ენერგიას, თრგუნავს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას. ამიტომ ეს არის ფსიქოსომატიური არკანი, შემიძლია გითხრათ. და რაღაცნაირად აი ემოციურად დაძაბული შეიძლება იყავით ახლო წარსულში და ეს დაძაბულობა რაღაცნაირად ფონად მოყვებოდეთ, ხო, ამ ერთი კვირის განმავლობაში. ფსიქოსომატიკა არის, ფსიქოსომატიკა უფრო სწორედ, ეს შეიძლება იყოს ასევე დათრგუნული ემოციები, ხო?
და ამიტომ გითხარით, რომ კარგი იქნება თუ საკუთარ ემოციურ ფონს მიაქცევთ ყურადღებას და რაღაცნაირად გაანებივრებთ საკუთარ თავს ამ ნაწილში, ხო? რაღაცა სტრესი შეიძლება იყოს, ან იგნორირება, ვთქვათ, საკუთარი სხეულის, საკუთარი სურვილების, საკუთარი ემოციების, საკუთარი დისბალანსი, რომელსაც არ აქცევთ ყურადღებას, ჩვენ ვიცით ხოლმე, ხო, გაიტანს არ არის პრობლემა, გადაივლის, ხო? ამიტომ ასე არ მოექცეთ საკუთარ თავს, პირიქით, ორიანების ხმლები ეს არის საკუთარ თავში უფრო მეტად სიღრმისეულად ჩახედვა, საკუთარი სურვილების, საკუთარი ემოციების მოსმენა და იცოდეთ, რომ ნებისმიერ დათრგუნული ემოცია ეს არის ყოველთვის სიბრაზე იქნება თუ რა არის, ეს არის ყოველთვის ჯანმრთელობის ძალიან დიდი პრობლემა შემდგომში, ხო? ზიანდება ჩვენი ენერგეტიკული სხეულები. და მე გირჩევდით, რომ პირიქით უფრო მეტად ისაუბრეთ უფრო მეტად საკუთარ დათრგუნულ ემოციებზე და არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ ის, ხო? სხვათა შორის შეიძლება იყოს უძილობის პრობლემა ამ შემთხვევაში, ხო? ძვალსახსროვან სისტემასაც თუ გაუფრთხილდებით, ცუდი არ იქნება, ხო? თვალებს გაუფრთხილდით, კლასიკურად ეს ასევე შესაძლებელია მხედველობის პრობლემებს ნიშნავდეს, ხო? და სხეული, რომელიც მუდმივად მოჭიმულია, დაძაბულია და რაღაცა მუდმივად თავდაცვის პოზიციაში. მიაქციეთ ამასაც ყურადღება და ნუ შეეცდებით, რომ მუდმივად რაღაცებზე თვალები დახუჭოთ, რასაც თქვენი ორგანიზმი, თქვენი ემოციები, თქვენი ფსიქიკა გაძლევთ ეგრეთ წოდებულ ნიშანს, ხო, სიგნალს. იმიტომ რომ თუ კი რაიმე ნაწილში არ გრძნობთ თავს კარგად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაექცეთ თუნდაც იგივე ექიმებთან დიაგნოსტიკას, მოკლედ, მიაქციეთ ყურადღება ამ ყველაფერს, ხო? იმიტომ რომ აქ თითქოს გადადებული რაღაცების ენერგია მოდის, ხო? კეთილი, გაფრთხილება ვნახოთ. ნახეთ, გაფრთხილებაში საკმაოდ ესეთი ორი კარმული არკანი დაჭდა, ეს არის სამართლიანობა, წეღან ვახსენე სხვათა შორის არკანი სამართლიანობა და ამოვიდა იმაში, რა ქვია, გაფრთხილებაში, ხო? ამოვიდა გაფრთხილებაში, ანუ ვერსად ვერ გავეკეცით ამ justice-ის არკანს. რა შემიძლია გითხრათ, ხო? კარმული კვირა იქნება ნამდვილად. გაფრთხილება არის ესეთი, რომ თავად სამართლიანობის ენერგია. გაფრთხილებთ, რომ კვირა იქნება საკმაოდ კარმული, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ ძალიან უნდა ეცადოთ, რომ არ იყოთ უსამართლო, იმიტომ რომ რასაც დათესთ, იმას აუცილებლად მოიმკით. ზოგადად, ეს ერთი კვირა იქნება თესვის და მომკის პერიოდი. ხვდებით ხომ? ამიტომ ნებისმიერ თქვენს მოქმედებას ამ ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით ექნება ეს მიზეს შედეგობრიობა, განსაკუთრებით აჩქარებული იქნება, გაფრთხილებენ არ იყოთ უსამართლო. სხვათა შორის ასევე ნიშნავს იმას, რომ თუ კი კარგი რაღაცები და კარგი ამბები დათესეთ, ესე იგი შესაბამისად წარმატებაც აუცილებლად მოვა თქვენს რეალობაში. სხვათა შორის შეიძლება იყოს კონტრაქტები, ნებისმიერი ქაღალდი, ხო, ქაღალდური ამბების მოგვარება, ანუ გადაწყვეტა, ხო, გარკვეული კითხვების, საკითხების უფრო სწორედ თქვენს სასარგებლოდ სხვათა შორის, ხო? ნახოთ, უნდა იყოს აუცილებლად ყველაფერი სამართლიანი. თქვენ გაფრთხილებენ ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად, რომ იყავით სამართლიანი, მოაგვარეთ ყველაფერი, რაც ეხება, კი ბატონო, დოკუმენტებს, თესვას და ყველაფერ იმას, რაც ასევე კანონთან არის, ხო, დაკავშირებული არკანის სამართლიანობაც, ნამდვილად ამ ყველაფერში ძალიან დიდ როლს თამაშობს, ხო? აუცილებელია, რომ ურთიერთობებშიც, რა თქმა უნდა, იყოთ გულწრფელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ნახეთ, მე წეღან ვახსენე, რომ რაღაცა ოფიციალური ქორწინები შეიძლება ძალიან, ბევრ მსმენელს არ ეხებოდეს, მაგრამ გარკვეულ მსმენელში ნამდვილად ურთიერთობების ნაწილში შესაძლებელია ნიშნავდეს ურთიერთობების გაოფიციალურებას. ასეთ ბიუროკრატიულ საკითხებს ვეხებით, ხო, ამ შემთხვევაში. ასევე ესეც აქტუალურია, კიდევ რა შემიძლია გითხრათ, ხო? უფრო მეტად
ემოციებს ნუაღვებით ამ გაფრთხილებას სამყაროსგან და ეცადეთ რომ ნახეთ უფრო მეტად იყოთ ადამიანი რომელიც ლოგიკური გამჭრიახობით აკვირდება პროცესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იყავით გულწრფელი, როგორც საკუთარ თავთან, იყავით გულწრფელი ასევე გარემო სამყაროსთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ ესეთი ძალიან საინტერესო კვირა. მიზეს შედეგობრივი ჩემო ძვირფასებო, მე კი დაგემშვიდობებით, ეს არის ჩვენი კვირის მიმოხილვა, თავისი ენერგიებით, თავისი პოტენციალით. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს ძალიან